რანაირად გადავიტანეთ ის ნებიანი, ეს უხელფასობა. თქვენმა რომელიმე უცხოელმა კოლეგამ მოისმინოს ეს ამბავი, დაიბერ დაიჯერეთ. იმ შემშილში, იმ უგაზობაში, იმ უდედობაში. დავდიოდით სამსახურში, ფეხით. აი ექიმების ჟანგბადის ბალონები, მაშინ არც დამხმარე პერსონალი. ჩვენი დავათრევდით. ხო, აბა. ხო, აი ეგ ჩვენი დავათრევდით. იაშვილის ერთ-ერთი ცნობილი ექიმი უკან ტროლეიბუსს ჰქონდა კიბე. იმაზე ჩამოკიდებული? იმაზე ჩამოკიდებული. კი ფიქრიათ მაგაზე რომ დაგენებებინათ ოდეს. არასოდეს. რატომ იტკივებენ ბავშვები მუცელს? სამშაბათში ბავშვს არ უნდა, სკოლაში არ უნდა. ყურადღების მიქცევა უნდა. ეს თქო, რადგან ძალიან მარტივი მოსაგონებელია რა. შენი მოვალეობა არის, თუ არ გააკეთე, მაშინ არ ახარ ექიმი. უნდა გააკეთო. ხო, უნდა გააკეთო. გამარჯობა, ორშაბათის აღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან. დავით რე გადაცემას დავიწყებთ, მანამდე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და დაგვალაიქოთ, მოგვიწონოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია და ვთქვათ, ახალ ტონუსში ვართ ხოლმე და ახალ საინტერესო სტუმარს და საინტერესო თემას წარმოგიდგენთ ყოველ პარასკევს საღამოს. დღეს კი მინდა ძალიან დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ადამიანი რომელიც ძალიან დიდ ისტორიას ინახავს და ეს გახლავთ მურმანიაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგი ბატონი დავით მახათაძე. ბატონ დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ დღეს თქვენ ჩვენთან იმყოფებით და სიმართლე გითხრათ, სულ მინდოდა თქვენთან შეხვედრა. და რატომ მინდოდა გეტყვით? წლების უკან დაახლოებით 14 წლის უკან ვიყავი იაშვილში, დიდი რაღაც თათბირი იყო და რაღაცნაირად დამამახსოვრდით, აი ამ ძალიან ბევრ ექიმში თქვენ გამოგარჩიეთ და დამამახსოვრდით და აი მაშინ ვიფიქრე რომ აი ესეთი უნდა იყოს მეთქი ექიმი. იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ბავშვთან ურთიერთობას მოვკარი თქვენ თვალში და აი თვალებიდან სულ იღიმოდით, სულ ციმციმები გქონდათ და ეს იყო ჩემთვის აი მე რო ექიმი ყოფილიყავი, ესეთი ექიმი ვიქნებოდი, მეთქი ვიფიქრე და თან მიუხედავად ამისა ძალიან დიდ ისტორიას ინახავთ ამ საავადმყოფოში და მე ეს არის კლინიკა, ჰოსპიტალი საქართველოში, რომელიც მე პირადად ყველა ჰოსპიტალზე უფრო მეტად გამორჩეულად მიყვარს. იმიტომ რომ პედიატრიას პრაქტიკებს მათ გავდიოდი 90-იან წლებში და მახსოვს ეს რა იყო და რას აკეთებდა თითოეული თქვენგანი მაშინ. კეთილი დავიწყოთ, ვისაუბროთ გასტროენტეროლოგიაზეც და ვისაუბროთ იმ წარსულზე, რა გზაც გამოიარა იაშვილ და მადლობა მოგწანებისთვის. კი ბატონო, მე დავიწყებ იმით, რომ აი თქვენ რითიც დაიწყეთ საგან საუბარი, რომ დაგადახსოვდით თქვათ როგორც რაღაც ასე ვთქვათ, კეთილი პედიატრი. მამა ჩემი იყო პედიატრი და მუდმივად აი მისი მეგობრებისგან, მისი ყოფილი პაციენტებისგან, ეზობლებისგან, ყველასგან ის მამაშემს იცნობდა ზუსტად აი მაგის მსგავსი სიტყვა იმასმოდა სისტემატურად, რომ აი ესეთი სანდომიანი, ესეთი კეთილი, ესეთი გამოხედვა, აი ესეთი უნდა იყოს პედიატრი, მართლა მამაშემ მართლაც ეგეთი იყო. ბევრი ამბობს რომ მე მას ვგევარ, მაგრამ მე ვფიქრობ ისეთი ვერ ვარ, როგორც იყო ის. ნამდვილად. ხო, მე არ ვიცი, მამა თქვენ როგორ გაგონებთ, თქვენ ძალიან ისეთი ხართ, აი ჩემი კომპლიმენტი მიგეთ. ნუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ესეთ კომპლიმენტს ვისმენ. კეთილი. ბატონ დავით, თქვენ იაშვილის საავადმყოფოში მიხვედით 80-იან წლებში, ხო? 70-იან წლების ბოლოს. 70-იან წლების ბოლოს, 80-იან წლების დასაწყისში და თავიდან დაიწყეთ რეანიმაციულ განყოფილებაში ექთანად მუშაობა. ექთანად დაიწყეთ. მაშინ ვიყავ მე-6 კურსზე და ექთანად დავიწყე მუშაობა. მამაშემი სადღაც შეხვდა გურმანი იაშვილს, ახლა აღარ მახსოვს სად და ახალი მაშინ იხსნებოდა ეს რასმოგური საავადმყოფო დიღომში, თორემ მანამდე არსებობდა ეს სხვა ტერიტორიაზე. და მისწრობდა გურმანს და მოკლედ უთხრა რომ ეს მე-6 კურსზეა ჩემი ბიჭი და მინდა რომ პრაქტიკულად რაღაცები გააკეთოს თქვათ. არაფერი არ ვიცოდით, თეორიულად რაღაცებს სწავლობდით, მაგრამ თქვათ ნემსის გაკეთება, მანიპულაცია სტუდენტობის პერიოდში, იმ პერიოდში ნაკლებად. მოკლედ უთხრა რომ მოვიდეს და და პირდაპირ მივედი. მივაჭერი ასე ვთქვათ, ბატონ მურმანს, შევედი კაბინეტში და ნუ დავაკავშირე თქო და ვიკითხე თუ შეიძლება და შევედი კაბინეტში და იგისხე ბატონი მურმანი, ბატონი პავლე სიგუა, რომელიც იყო მამაჩემის უახლოესი მეგობარი, პროფესორი, პედიატრი, ძალიან კარგი კაცი.
და როგორც მე გაიგო თენგიზ ბაქრაზე. მოგდათ რომ შევედი, ეუბნები მე გამარჯვებათ, მე ბუჭა მახათაზე შვილი ვარ მეთქი. შენ ბუჯას ბიჭი ხარ რომ მეუნება თენგიზ ბაქრაზე და თენგიზი ბატონო ძალიან ახალგაზრდა იყო და ნუ პატარა ბიჭი გავდა მოკლედ რა ხო ისე ახედა მეთქი ამის ბუჭა ვიდან იყო ვიფიქრე არ ვიცოდი ვინ იყო მოკლედ რა ნუ მოკლედ შევთანხმდი და მივიღო ბატონმა მურმანმა ერთად და რომ დავიწყე ერთად მუშაობა 2 თუ 3 მორიგეობის შემდეგ რეანიმაციის განხილვაში მაშინ სამსართულო კორპუსში იყო რეანიმაცია ძირითადი კორპუსი ჯერ აშენებული არ იყო შენდებოდა და სრულდებოდა შეეულობა და იქ მოლოდ მორიგეობ ატყდა ფუსფუსი და მოდის თავრაგების მოადგილის შემოვლაზე ხო და აი მე ბახილები და რაღაცა და აქეთ და იქით მოკლედ დიდი სპოტი ატყდა ნუ მივხვდი რომ ძალიან ესეთი ავტორიტეტული პიროვნება ვინაიდან ესე თქვა შიში კი არ გზნობოდა მაგრამ რიდი და პატივისცემა გავიხადე შემოდის ეს თეგის მაგრაზე როგორც მაშინ არ ვიცოდი მე ვედი ხო და მამაცი სპანაირად მოიწვა ხო და აღვიქვი როგორც ძალიან ახალგაზრდა ბიჭად ასე ვთქვა და ამ დროს თავრაგების მოადგილე რომელიც აი სამგუნოვო დარში მართლაც აი ძალიან კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას იყო საკმაოდ კაცრი თუმცა სამართლიანი და ერთ-ერთი აი რაც მახსოვს ერთ-ერთი საუკეთესო თავრაგების მოადგილე მურმანიაშვილის შემდეგ სწორედ ბატონი თენგიზ ბაქრაძე იყო ხო მურმანის შემდეგ ბატონი თენგიზი გახდა კარგით მოდით მურმანიაშვილზე ყვებიან ლეგენდებს თქვენი კოლეგები აი მე რამდენიმე ადამიანს რო ვესაუბრებოდი ბევრი მეუბნებოდა რომ ის იმ პერიოდშიო დროს უსწრებდა კი მაგის თქმა მინდოდა ახლა ზუსტად რომ იმდენად ინოვაციური იყო რომ მაგალითად ჩვენ ხო მაშინ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და იმ საბჭოთა კავშირის პერიოდში ის იყო ძალიან ინოვაციური და ძალიან დიდი გარღვევა ჰქონდა აი როგორ გაიხსენებდით ბატონ მურმანს ვინ იყო ეს ბატონი მურმანიაშვილი ჯერ ერთი თქვა პიროვნულად იყო საოცრად სიმპათიური და თბილი ადამიანი. კარგი გარეგნობის, კარგი აღნაგობის, ყოფილი ალპინისტი, სპორტსმენი, იუმორის გზნობით. ალპინისტები კარგი ხალხი არიან. ხო. იუმორის გზნობით და ძალიან კარგი ორგანიზატორი. მე ვთვლი რომ მურმანი იყო, მაშინ თქმა მენეჯერი არ ვიცოდი საერთოდ, აი თანამედროვე მენეჯერის ტიპი იყო, აი როგორი როგორც უნდა იყოს დღეს მენეჯერი, აი ეგეთი ტიპი იყო. მუდმივად ინოვაციაზე მოქოქილი, ასე ვთქვათ. და მურმანი ახალგაზრდა დაინდორა შეუძლებელს თქვათ საბჭოთა კავშირი იყო არ მოგიხარ ხო რა პერიოდი იყო ხო ყველა ვიცით რა და ახალგაზრდა ამ საავადმყოფოს აი თანამედროვე აპარატურით უზრუნველყოფას იმ პერიოდში როცა სხვაგან არ სადარდებოდა აი ვისთან ხო ეგ მე არ ვიცი ნუ იცით რა მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ახალგაზრდა ამას იყო საოცრად კომუნიკაბელური ძალიან მარტივად შეეძლო ადამიანთან ურთიერთობის დამყარება ხიბლავდა და მისი პირადი ხიბლი ძალიან დიდ როლს ასრულებდა. შარმინგ რასაც ეძახიან, შარმიანი. კი, ნამდვილად, შარმიანი კაცი რა იცოდა თავისაქვე, კარგი, წინვანი ორგანიზატორი იყო, მაგრამ თორე გარდამაგისა ყოდა უნარი შემოეკრიბა საინტერესო ადამიანების ახალგაზრდებზე აკეთებდა აქცენტს. და იმ პერიოდში როცა აი შეიქმნა ეს საავადმყოფო მრავალპროფილიანი პრაქტიკულად პირველი მრავალპროფილიანი კლინიკა საქართველოში მან შემოიგდება ეს ახალგაზრდა კადრები, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი გამოსტილი ადამიანიც იყო იქა და შეიქმნა ასე თქვათ ეს ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც მართლაც წლების მანძილზე გუხდა. ეხლა ბავშვთა რესპუბლიკის საავადმყოფოს ქვია იაშვილის საავადმყოფო და სხვა შორის კარგად აგზელებს იმ ტრადიციებს, რაც შენ კიდე იაშვილის დროს ჩაიღარა საბრძოლად. ექიმებს უყვარდათ ხოლმე ძველად ეს ფოტოგრაფს ხირავდნენ და ჯგუფური ფოტოების გადაღება, განყოფილებები იღებდნენ, საახალწლოდ ხდებოდა ან რაღაც დღესასწაულებს. აი, მაშინდელ დროინდელ ფოტოებს რომ უყურებთ. დიახ. აი, დღევანდელი გადმოსახედიდან რა არის, რა ცვლილებას ხედავთ მედიცინაში, თუნდაც კლინიკის განვითარებაში და ასე შემდეგ. ნუ აი, რა არის რამე რაც გენატრებათ? უპირველეს ყოვლისა არის მენატრება ის რომ მაშინ ვიყავით ახალგაზრდები. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ჩემს თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა. ანუ მაგ კლინიკაში ვარ, კლინიკის დაარსების პირველი დღიდან მოგულისხმობ დიღომში დაარსების თორე მამდეც არსებობდა. და ამ ყველაფერმა ჩემს თვალწინ გაიარა რა თქმა უნდა. იცით რა თქვათ ურთიერთობები შეიძლება მაშინ ცოტა სხვანაირი იყო, მაგრამ მეუნახე ადამიანების შორის ურთიერთობა ყოველთვის ერთნაირი. ეხლა ეს ნოსტალგია მე მაინც ვფიქრობ განპირობებულია, იმიტომ რომ
მაშინ ვიყავით ბევრად რომ ახალგაზრდები, ბევრად რომ ასე ვთქვათ, მომავალზე ორიენტირებულები და ძირითადად ეს არის ნოსტალგია, თორე მედიცინა ვითარდება ახლა სად მაშინდელი მედიცინა, სად ეხლანდელი სხვა დონეა იგივე აპარატურა განათლება, ხელმისაწვდომობა განათლების, მაშინ პრაქტიკულად ჩვენ შემოვიფრინავდით თორად რუსეთით. მოსკოვი, ლენინგრადი ეს იყო ჩვენი განათლების აპოგეა ვთქვათ. ახლა იმდენი უმრავლესი საშუალება ბევრად უკეთესი როგორც ტექნოლოგიური, ასევე ინფორმატიული და რა ვიცი, ასე რომ განვითარდა მედიცინა არასაკვირველია, თუმცა მაშინ იმ პირობებში რისი საშუალებაც იყო, ეს კლინიკა იყო მოძინებელი ყოველთვის. ხო, აი რა მინდა იცით, შეგეკითხოთ. ამხელა კლინიკური გამოცდილება გაქვთ, ამხელა მუშაობის სტაჟი. დიახ. აი ამ პერიოდის განმავლობაში რა მოხდა მედიცინაში, ან თქვენ სფეროში, ან ზოგადად სხვა სფეროში ისეთი ამბავი, რომ აი თქვით, ვაუ, ეს რა ხდება, ეს რა მაგარია, ეს რევოლუციაა მედიცინაში. როდესაც აი ევოლუციაზე ვსაუბრობთ მედიცინის განვითარებაში. იცით რა, ალბათ ეგეთი, რამდენიმე ეტაპი შეიძლება ჩამოვთვალოთ. პირველი სერიოზული ეტაპი, აი თქვათ, რამაც მეტრაგლებად გავგვეოცა, ეს იყო ულტრასონოგრაფიული მეთოდის შემოსვლა, რომელიც როცა დავიწყეთ უჟეო მაშინ არის, მაგრამ მალევე გაჩნდა და მაგ სამსახურს მაშინვე ჩაუდგა სათავეში გივი ტუხაშვილი, რომელიც ძალიან კარგად აკეთებდა ამ საქმეს წლების მანძილზე და სულ რამდენიმე ხანი რაც დატოვა კლინიკა სხვადასხვა სუბიექტური ვიზიტების გამო, საკმაოდ თავის როლის შესრულება, დიდი გამოცდილება და გაზარდა კადრები, ძალიან სერიოზული მისი გაზრდილი კადრები მუშაობენ ახლა ჩვენთან. და ამ ულტრასონოგრაფიის შემდეგ სერიოზული ნახტომი იყო კომპიუტერული ტომოგრაფიის შემოღება და შემდეგ მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, ეს ძალიან სერიოზული ნახტომები იყო, რა თქმა უნდა. და შემდეგი ეტაპი უკვე შეიძლება ითქვას ელექტრონული უზრუნველყოფა ჩვენი მუშაობის, ანუ მე გულისხმობ ინტერნეტს და ინტერნეტით მიღებულ იმ საოცარ საშუალებებს კი არა. ხო, ანუ საშუალებას იმისა, რომ განვითარდა მოკლედ ასე ვთქვათ რა. ხო, აი განვითარებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, პატნდავით, ძალიან ბევრ ძველი ყაიდის ექიმს აი ამ განვითარების ფერხულში ჩაბმა უჭირს. ძალიან ბევრი მაგალითად შეიძლება ვერ ფლობდეს კომპიუტერს კარგად. აი ამ ტექნოლოგიებში გარკვევა მარტივი არ არის. არა, რა თქმა უნდა. აი თქვენ როგორ შეძელით ეს და როგორ გამონახეთ ის ძალა, რომ აი პულსზე გქონოდათ ხელი აი ამ განვითარების კვალდაკვალ. იცით რა, როდესაც დაიწყო ესეთი ინოვაციები კლინიკაში, მუშაობა თუ გინდა, უნდა შეძლო და უნდა აყვაი მაგას, რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა, სახშიც არ მქონდა მაშინ კომპიუტერი, როცა შემოვიდა. თუ მქონდა, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, მოიდა მეც კარგად დავთვლობდი, მაგრამ სხვა შორის მაშინდანმა ხელმძღვანელობამ უზრუნველყო, გააკეთა სპეციალური სწავლების კურსები. და ვიარეთ იმ კურსებზე და სასანიას დროზე სასანიას დროს, ხო, ვიარეთ და ვისწავლეთ რა და ეხლა ეგ არ თხოვლოს მაინამაინც პროგრამისტობას ის რომ თქვათ რაღაც ელემენტარული რაღაცა ისწავლო და მე უკვე თანთანობით როცა ეჩვევი უკვე ვითარდები კიდევაც მაგ-ფრიმ. ასე დიდი სირთულე არ იყო ეხლა ეგ ნამდვილად. ხო, მესმის, მაგრამ ანუ ადამიანებს უჭირთ ობიექტურად რომ თქვა. კი, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ თუ მოიდოებ, ყველაფერი შესაძლებელია, ნებისმიერ ასაკში თუ არა, გარკვეულ ასაკამდე. აი, ასაკი ახსენეთ და ფოტოებზეც რომ მკითხეთ, აი ეს ჩემი ძველი ახალგაზრდობა მენატრებაო მითხარით და აი ერთგვარად აი ეს შეჯიბრიც ხომ არ არის, თქვათ, რომ აი ამ ტექნოლოგიებში იყო ძალიან მოწინავე, რომ აი ასაკს აჯობო. კი, არის, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ყველა ასაკს რაღაცა თავისი მახასიათებლები აქვს რა. ამიტომ რაღაც გარკვეულ ასაკს რო გადაცილდები, მე ეს შეჯიბრებითობის სურვილი თანთანობით ქრება და უფრო რაღაც სხვა რამებზე აკეთებ აქცენტს. ეგ შეჯიბრებითობა ახალგაზრდებში ბევრად უფრო კომპიუტერი გამოხდა და ესეც უნდა იყოს. იმიტომ რომ განვითარება და სტიმული ეს ახალგაზრდების საქმეა. ჩვენ შეიძლება ზოგადად ასაკში ყოფილი ხალხი შეიძლება ზოგადად ვეხმარებით ახლა დღესაც, რა თქმა უნდა, მაგრამ სტიმული და განვითარება არის ახალგაზრდების საქმე და მაგათი ორიენტირი, ასე ვთქვათ. მაშინ ესეთი შეკითხვა მინდა და გისვათ,
განვითარება და გამოცდილება, რომ ერთმანეთს არ ვიცი ამდენ დადარებადი შეიძლება იყოს. აი შეიძლება განვითარდე, მაგრამ არ გქონდეს ის კლინიკური გამოცდილება, რაც შეიძლება ხანდას დიდი ხნის სტაჟის მქონე ექიმს გქონდეს. აი ეს გამოცდილება რამდენად გშველით ხოლმე. რა თქმა უნდა, შემთხვევებს მართლა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არიან ახლა ჩვენთან ძალიან კარგი ახალგაზრდა ექიმები, განვითარებულები, რამდენიმე მცოდნეები, ინტელექტუალურები, ძალიან კარგები მოკლედ რა. მაგრამ რა თქმა უნდა, გამოცდილებას თავისუფლად დიდი მნიშვნელობა აქვს და იმიტომაც არის თქვა, რომ როგორც მე ისევე ჩემი თაობის ბევრი ექიმი ძალიან ხშირად მიმართავენ რჩევით, კითხვით და ჩვენ შეძლებს დაგვარად უზიარებ ჩვენს გამოცდილებას, იმიტომ რომ მარტო თქვათ ინოვაციება და ეს ძალიან კარგია და განვითარება ძალიან უწყობს, მაგრამ გამოცდილებას თავისი დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია და ეს იმ ახალგაზრდას კარგად ესმით და იმიტომაც არის რომ ხშირად მოგვმართავენ თხოვნით რომ გავუსტილოთ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება რაღაც მიუთითოს ისეთ რამეზე რაც შეიძლება არ ეწოდოს თქვათ სახელმწიფოში გაიდლაინში, პროტოკოლში. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ვერ გიპასუხოს. ხო, რა თქმა უნდა, ესე დროს თქვათ გამოცდილება, ინტუიცია, ბევრს ნიშნავს სასაგურელია, კი. მაგრამ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ თანამედროვე ცოდნის გარეშე მარტო გამოცდილება ვერაფერს ვეღარ იზიებს. კეთილი, მურმანიაშვილზე ვისაუბრებ და შემდეგ იყო ბატონი თენგიზ ბაქრაძე, ხო? კლინიკის ხელმძღვანელი რამ პერიოდის გაგრძელდა ბატონი თენგიზს როგორ გაიხსენებდით ამ კლინიკის განვითარებაში? ბატონი თენგიზის ხელმძღვანელობა თავარიქებობა სულ პერიოდს დაემთხვა პრინციპში რა ეს იყო 80-იანი წლების მეორე ნახევარი და მე 90-იანი წლები დოცა მოგეხსენებათ რაც ხდებოდა ქვეყანაში. ამიტომ ბატონი თენგიზის დიდი განსაკუთრება არის ის რომ მან შეინარჩუნა მოახერხა შეინარჩუნები და სამოთხობა და არ დანგრეული იყო სამოთხობა. თუმცა რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ ყველამ შეუწყოთ ხელი, იმიტომ რომ იმ უხალიფასობაში, იმ შიმშილში, იმ უგაზობაში, იმ უდედობაში დავდიოდით სამსახურში ფეხით, მეტრო იყო ერთ ძირითად ტრანსპორტი. და დიდუბეში ჩამოდიოდით ალბათ დიდუბის მეტროსთან და იქიდან თქვა ვისაც მანქანები ჰქონდა ბენზინიც არის ხო, ბენზინი არის შევებოდა ეს ძველი მანქანები ხან ჰქონდა ეს მანქანა ხან არ ჰქონდა და არაერთხელ ყოფილა რომ დიდუბის მეტროდან სამსახურში ფეხით მისვლა. ახლა სახლიდან უნდა დამისვლა მაგას ვერ მოვიტყვილებ, მაგრამ დიდუბის მეტროდან იქამდე აი 3-4 კილომეტრი არის ალბათ. თუ მეტი არა. ხო, მგონი მეტიც არის. ხო, შეიძლება მეტის. ხშირად ყოფილა, ხო, ანუ აი ჯერდი ბატონი თენგიზი იყო ძალიან კარგი კლინიკისტი, კარგი ექიმი იყო. და ეს მისი კარგი ექიმობა მის ყოველდღიურ მუშაობაში ყოველთვის ჩანდა და ყოველთვის გვეხმარებოდა, მოიხმარებოდა იმისა, რომ მას უკვე სხვა ორგანიზაციული უმრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ როგორც ექიმი ყოველთვის სანამ იყო კლინიკის მთავარი ექიმი, ყოველთვის ძალიან გვეხმარებოდა. და აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა მას, რომ იმ ძიმე პირობებში მან შეძლო ის, რომ სამოთხობა არ დაინგრა. ხო, ეს ძალიან დიდი მიღწევა. რა თქმა უნდა. ხო, აი დიდუბის მეტრო ახსენეთ და ფეხით მიხდებოდა, აი გაჭედილ ტროლეიბუსში არადიოდით, აი ხალხის რო ერთმანეთზე იყო. კი და როგორც ტროლეიბუსი, ისევე მეტროც იყო ძალიან გაჭედილი, ძალიან. და არაერთხელ მოხდილი რა თქვა გადასასვლელ ხიდზე შუქი რო ჩავკრალა თქვა. მეტროში და სიბნელეში თქვა, აი ჩოჩიალე გვილია. და ახლა რო ვიხსენებ აქ პერიოდს, რომ რამ გაგვაზნები და ალბათ ახალგაზრდობამ და მაინც უკეთესის იმედმა. ოპტიმიზმმა. აი ხა ამ გადმოსახედიდან იმ გაჭირვებამ, რომ აი თქვენ ახსენეთ, რომ თავარი ამბავი იყო, რომ კლინიკა გადარჩენილი იყო და კლინიკა არ ჩამოშლილი იყო და შენარჩუნებული იყო ის პროფილი, რა პროფილითაც ის ფუნქციონირებდა და ის ადამიანები, ვინც ამ დროში აი დიდუბის მეტროდან ფეხით ლუბლიანას შუამდე ქუიაშვილის საავტომობილო ფეხით დადიოდი, არ შეგაკავშირათ უფრო მეტად, არ შეგამხანაგათ, იმიტომ რომ თქვენ საერთო საზრუნავი გქონდათ მაშინ. რა თქმა უნდა. და მაინც ამ კლინიკას აქვს ძალიან ისეთი პატრიოტული დამოკიდებულებები აქვთ ამ კლინიკაში მომუშავე ექიმებს ამ კლინიკის მიმართ ძალიან. კი, რა თქმა უნდა და იმიტომაც შემოვჭით ამ დახას. რა თქმა უნდა, მაგ გაჭირვებამ შეგვადუღება უფრო მეტად ვიდრე თუმცა თქვა სამგორო ყოველთვის იყო. მაგრამ უფრო მეტად შეგვადუღება და გაგვაერთიანა გაჭირვება, რასაკვირველია. იყო ეგრე. იყო ისიც, რომ ოპერაციებს ქირურგები ლამის სანთელი შუქზე აკეთებდნენ.
რა თქმა უნდა იყო თქვა დიზელი თვებოდა ჯოგი, მაგრამ შუა ოპერაციის ზოზე გამოირთება შუქი თქვა ხო პრობლემაა. გენერატორზე გადართვა. ხო. ეს ყოველთვის პრობლემა იყო და ნუ მოკლედ არ ვიცი რა პაციენტებს ზოგადად ბინტი ბამბა რა ვიჯი არა რომ გადაგორჩინდა პაციენტები იყო თქვა რასაც ახერხები და საუთროფო კი შემოგონდა მაგრამ სერიოზული დეფიციტი იყო ყველაფრის 90-იანებში ყველაფრის ძალიან სერიოზული ასე რომ ეს ერთად მუშაობდით ფაქტობრივად ჩვენ და პაციენტის მშობლები ერთად და საერთოდ ხშირად ისევ იმეორებ რა რანაირად გადავირანეთ ისლები არის უხელფასობა არის მაგრამ ნუ ერთ-ერთი მაგის განმაპირობებელი მაინც ახალგაზრდობა და მომავლის იმედი იყო ასე ვფიქრობ გადავით თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ აი როდესაც ამ პერიოდს ვიხსენებთ აი გადაბმულად თვეების განმავლობაში რამდენი ხანი არ გქონდათ ხოლმე აღებული ხელფასი აი თუ გაიხსენებთ მაგ პერიოდს ეხა ის რომ თქვენმა რომელიმე უცხოელმა კოლეგამ მოისმინოს ეს ამბავი და აი ვერ გაიჯერებს ამას რომ მაგალითად ექიმები საქართველოში აი იმ პერიოდში მუშაობდნენ წლობით უხელფასოდ. იცით რა მე ვერ ვიტყვი რომ რამდენიმე თვიანი შუალედები იყო ხელფასებს როგორაც ვიღებდით მაგრამ ის ხელფასი რა იყო კუპონი წარმოვიდგინეთ რა და მე რომ კუპონის შემდეგ შემოვიდა ეს ლარი მაგრამ ძალიან პატარა იყო ხელფასები ძალიან პატარა მაგრამ როგორღაც ვახერხებდი და არ ვიცი როგორ მაგრამ ყოფილი შვილების გავზარდე და დავაყენეთ და ხო თქვენ ძალიან კარგი შვილები გყავთ ამასაც ვისაუბრებთ ხო თქვა ხო მაშინ განათლების მიღებასაც თავისი ფასი აქვს ხო იმ პერიოდში უნდა მოამზადო ენები ასწავლო და ეს ყველაფერს ფული სჭირდება კეთილი იცით რა არის ხო ჩვენ ვახსენეთ რომ ანუ ოპერაციებიო ხანდახანო შუქი როდესაც ირთვებოდაო გენერატორის გენერატორი ლამის ართელ შუქი ლამის ართელ შუქზე უხდებოდათ ქირურგებს ოპერაციების გაკეთება აი იმ პერიოდმა და იმ უსახსრობამ უმედიკამენტობამ იმ ყოფამ ბევრი პაციენტი დააკარგინა ექიმებს ბევრი პაციენტი ამის გამო დაიღუპა იცით რა მაგის სტატისტიკა მე არ მიწარმოებია მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით მაგრამ სხვა მდგომარეობა რა ყოფილიყო იმ ადამიანების გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა იმ ბავშვების ალბათ ახლა მეტი ალბათობა იყო მაგისი რა თქმა უნდა კი თუმცა კი აი ვინც ხდებოდა კლინიკაში თქვათ მაქსიმალურად რა რისი საშუალებაც იყო მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი უკეთებოდა შეიძლება თუ არ აკლდებოდა არაფერი როგორღაც ნუ არ ვიცი მე გავაპრიალებდით ყველაფერს და ის შობელი იქნებოდა თუ ნათესავით ჩვენ რაღაცა შოულობდით და ის რომ თქვა პაციენტი უწამლო დარჩენილი ვარ საექიმო დახმარების გარეშე ვინც ხდებოდა ჩვენთან ესე არ ხდებოდა თუმცა კი ისიც უნდა ითქვას რომ იმ პერიოდში სტაციონარში პაციენტების შემოსვლა მკვეთრად იყო შემცირებული ეხლა რო არის გადაჭრილი ესე არ იყო ნამდვილად ხო ანუ გაცნობაც არ იქნებოდა და რაიონები და რეგიონებიდან ვერ მოდიოდნენ ნუ არ იყო რა ასეთი და ვინც ხდებოდა სამოწყობოში თან მაშინ ხდებოდა ყველა მძიმე ხო მძიმე კონტინგენტი მე იცით რა მახსოვს კიდე აი 90-იან წლებში მე სადღაც ეს 90-იან წლების შუაში გავდიოდი პრაქტიკებს პედიატრიას იაშულის კლინიკაში და აი ექიმებს ჟანგბადის ბალონები მაშინ არც დამხმარე პერსონალი არა ჩვენი დავოთრევდით ხო აბა ხო აი ეგ მახსოვს ჩვენი დავოთრევდით ეგ მახსოვს და კიდე მახსოვს ერთ-ერთი უბრალოდ სახელი არ მინდა დავასახელო მისი ნებართვის გარეშე იაშულის ერთ-ერთი ცნობილი ექიმი ლუბლიანაზე ტროლეიბუსი დადიოდა ხოლმე და უკან ტროლეიბუსს ჰქონდა კიბე. გახსოვთ ეს? კი, როგორ არ გახსოვს? იმაზე ჩამოკიდებული? იმაზე ჩამოკიდებული. შეიძლება რა თქმა უნდა, მე თქვა ეგრე არ მგზავრია, მაგრამ არ გამოვისწავლე ექიმზე ვსაუბრობ. არ გამოვისწავლე, ვერ შეიძლება დაშივებოდა ეგეთი გადაადგილება. იმიტომ რომ ძალიან უნდა გიყვარდეს შენი პროფესია. ძალიან უნდა გიყვარდეს ბავშვები, რომ ყოველდღიურად ეს ყველაფერი გააკეთო და რა თქმა უნდა, სიყვარული ერთი და ნუ პასუხისმგებლობის გზნობაც ხომ არის ახლა სიყვარულთან და პროფესიონალიზმთან ერთად, იმიტომ რომ შენი მოვალეობა არის, თუ არ გააკეთე, მაშინ არ ახარ ექიმი. უნდა გააკეთო. ხო, უნდა გააკეთო. ეს სხვათა შორის იმ პერიოდში ბევრმა დაანება კიდევაც ექიმობას თავი. ვერ ვიტყვი რომ უპასუხისმგებლობის გამო მაგრამ ვთქვათ, რაღაც იმდენად გაუჭირდა, რომ იძულებული გახდა სხვა რამე ეძებნა. კი ფიქრიათ მაგაზე, რომ დაგენებებინათ ოდესმე? არასოდეს მაგაზე ვერ ვფიქრია. არასოდეს. არა. კეთილი და პატიოსანი. ეს შეიძლება იმიტომაც არის, რომ დიდი ახლა ბიზნესის მიმართ მაინც
ესეთი ნიჭი არ გამო. ნიჭი ხო ვატყობდი ჩემ თავს რომ არ მქონდა ნამდვილად რა. შეიძლება მაგარაც განაპირობა აქვს, თუმცა ის რომ მოვეშვა მედრესე რამე სხვა გავაკეთო, ეგეთი აზრი არასდროს არ მქონია. ხო, აი იაშვილთან დაკავშირებით სხვადასხვანაირი აზრია ხოლმე, ხო? ანუ სოციალურ ქსელებსაც აი ზოგჯერ ძალიან უსამართლოდ მიდის ამ კლინიკის ლანძღვა, ვიცი რა, რომ კი, ცნობილია გამბავი. რას ჩადიან მართლა ამ კლინიკაში ბავშვების გადასარჩენად ექიმები, იმიტომ რომ მე მართლა თითოეული ექიმის წინაშე უმეტესობას ვისაც ვიცნობ, მართლა კეთს ვიხრი, იმიტომ რომ ხო აი მოწოდებით ესეთები არიან რა, მაგრები ხართ ამ მიაშვილის კლინიკ, გიყვართ ეს ბავშვები. ხშირად ხანდახან არის ხოლმე ობიექტური ეს კრიტიკა, რასაც თქვათ პაციენტების მშობლებისგან ვისმენთ ხოლმე, ანუ უშვებენ ექიმების შეცდომებს ურთიერთობებში. რა არის ეს? რატო გაგეცინათ? ერთი ჩემი მეგობარი ექიმია, რომელიც ესეთ რამეს ამბობს ხოლმე რა. რომ შეუსტადიან მამაჩემიო. მტარია, გარდაცვლილია ბავშვი. ანუ შეუსტომა არ მოძებს მტარს. და შეუსტარი არ ღმერთი. და ყველა ექიმი შეიძლება მოვიდა შეუსტომა, რა თქმა უნდა. ყველა ექიმი შეიძლება მოვიდა შეუსტომა და ყველას დაუშვია, დარწმუნებულია ყველას დაუშვია, მათ შორის მეც და ალბათ არაერთი. მაგრამ თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, აი ის რაც თქვათ ნეგატიური გამოძახილები არის ხოლმე იაშვილის სამოთხოვებას მიმართ, მაგას ვერ დავეთანხმები ვერანაირად. უბრალოდ აქ რაშია საქმე. ძალიან მარტივია. ჩვენს კლინიკაში ყოველთვის ხდება ყველაზე უფრო ძლიერი ავტობუსი. მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ასე ესეა. და ამაში დამეთანხმება ყველა ახლა ვიძმებ ისმერს. აქედან გამომდინარე, რაც უნდა ძიმეა პაციენტი, მით რომ ალბათ მაღალი ალბათობა, რომ ის ვერ გადარჩეს. ამიტომ სიკვდილიანობის შემთხვევაში ჩვენთან უფრო მეტია ვიდრე სხვაგან. მაგრამ ამის აღქმა ახლა მშობლისთვის და ახლობლისთვის ძალიან ძნელია და რა თქმა უნდა, როგორც აღარ მართალი იყოს ექიმი, თუ ერთმან უკნას და პაციენტი თუ გარდაიცვალა, ყოველთვის გამოდის რომ ექიმის ბრალია. ახლა ყველაზე არ ფიქრობს, მაგრამ ძირითადად ეგრეა. ამიტომ მე მეორე საჩივარი და თუმცა რა თქმა უნდა არ გამორიცხვა იმას, რომ რაღაც შეცდომა შეიძლება იყოს, შეიძლება კომუნიკაციაშიც ვინმეს რაღაცა შეეშალოს, რომ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაელაპარაკები პაციენტს, როგორ მოექცევი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. არ გამორიცხვა ეგ შეცდომას, მაგრამ ამას არანაირად არ აქვს მასობრივი ხასიათი და ეგ პრაქტიკულად შეიძლება ერთეული შემთხვევები თუ იყოს, რომელიც ეინო აგითხრათ რა. სულ ახლა რომ დავაჯამოთ, რამდენი წელი გამოგიდით უკვე იაშვილში მუშაობის? ესე იგი მე იაშვილში მივედი 79 წლის იანვარში. ახლა არის 2025. ანუ გამოდის 46 წელი. 46 წელი. აი 46 წლის განმავლობაში თქვენი მეორე სახლი არის ეს კლინიკა. ფაქტობრივად. კი, რა თქმა უნდა, ამოფხოლმე რა 46 წელი ერთ გზაზე დავდივარ. რას ნიშნავს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური სახელობის ცენტრალური სამართლის თქმის? ხო, ნუ ვიცით რა თქვა, რომ ახლა მეორე სახლია, ამ ვარს ეგეთი ბანალური გამოთქმები, მაგრამ ნუ ჩემი ცხოვრების ნაწილია. ნაწილია ნამდვილად, აი ჩემი ცხოვრების ნაწილია. და ხიდან გამომდინარე მიყვარს იქაურობა და სანამ შემეძლება და მე აუცილებლად შევატყო ჩემ თავს, აღარ შემეძლება. სანამ შემეძლება ვიქნები იქ. აი მე როცა შევატყვე ჩემ თავს, რომ თქვათ დადგა დრო, რომ აღარ იყო გამყოლებს ხელმძღვანელი, მე მაშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება და თხოვე ჩვენს მთავარ ექიმს, რომ დროა უკვე ახალგაზრდა ჩამადასწროს და წავედი იქიდან, მაგრამ ექიმად რჩები, ჯერჯერობით შემიძლია და სანამ შეიძლება ვიქნები, იმიტომ რომ მართლა არის ჩემი ცხოვრების ნაწილი ეს კლინიკა. კარგი, ექიმობაზე. იმ ადამიანებით, ვისთან ერთადაც თქვათ დავბერდი. ნუ ბევრად ახალგაზრდა მეგობრებიც ყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ხნისაც და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. მოდი ექიმობაზე გადავიდეთ. გასტროენტეროლოგია პედიატრიაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დარგი არის. დიახ. და რამდენიმე მიმართულება აქვს ამ გასტროენტეროლოგიას, არის რთული დაავადებები, არის შედარებით ნაკლებად რთული დაავადებები და მე მინდა ნაკლებად რთულით დავიწყოთ.
მუცლის ტკივილი ბავშვებში. ყველა ბავშვი აი მაგალითად მეც სკოლაში ვარ მინდოდა წასვლა, ასე ვიტყოდი მუცელი მტკივა. კი, ან მუცელს იგებენ ან თავს. ხო, მუცელი მტკივა და შეიძლება და არც მტკიებოდა მუცელი, მაგრამ იმდენად ამას ჩემ თავს ვაჯერებდი, რომ შეიძლება და მართლა დამეჯერებინა იმისთვის რომ მტკივა. აი რატომ იტკივებენ ბავშვები მუცელს? ანუ თქვენ ობიექტურ მიზეზებს მეკითხებით ახლა ალბათ ჯერ, ხო? იცი რა არის, სკოლაში წასვლა არ მინდოდა და შეიძლება მომეტყუებინა რომ მუცელი მტკივა. ხო, ეგ მაგრამ ეს ტყუილი მე მეჯერა ხოლმე რომ შეიძლება მართლა ეგრე ხშირად რო იმაროთ ყველას მე იჯერებ კიდევ საკვირველია. მანიპულირების შემთხვევები რა თქმა უნდა საკმაოდ ხშირია და მე ყოველთვის ვამახვილებ ხოლმე მაგაზე მშობლებთან ყურადღებას. თუ თქვა ბავშვი ხშირად იტიროს მუცელს, მაგრამ ეს მუცლის ტკივილი მის ზოგად გონებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს, აქტიურია, თამაშობს, ავიწყდება, თქვა ყურადღება გადაუტანეს ყველაფერზე და აღარ ტკივა, ღამეს ტკივილი არ აღვიძებს. ნუ ეგეთ დროს ვეძებთ ხოლმე, თქვა, აი მანიპულირების მიზეზი რა შეიძლება იყოს. საბავშვო ბაღში წასვლა არ უნდა, სკოლაში წასვლა არ უნდა, ყურადღების მიქცევა უნდა, ეს ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბავშვს ეჩვენება, რომ მშობელი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მასზე უსროს. ანუ ახალ გაჩენილს თქვა ან პატარას. ეს დროს ბავშვები ძალიან ხშირად იგონებენ და მუცლის ტკივილი რადგან ძალიან მარტივი მოსაგონებელია რა. ო და ყურადღების მიქცევაც არის. ყურადღება მიიქცევას ძალიან ხშირია. ეს არის ნამდვილად ძალიან ხშირი, თუმცა მან შესაძლოა არ შეგვიყვადოს. ასაგურელია. კეთილი, მუცლის ტკივილის გარდა ბავშვების ასევე გასტროენტეროლოგების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ხოლმე ხშირია ბავშვებში ყაბზობა. კი. აი ყაბზობის მიზეზები რომ დავასახელოთ რა არის, იმიტომ რომ ეხა შეიძლება ვისაც ეს პრობლემა არ ქონია ძალიანაც უთხრა რა პრობლემაა ყაბზობა, მაგრამ თითოეულ კუჩში გასვლის პროცესში ეს ბავშვები იტანჯებიან. ნებისმიერ ოჯახში პრობლემაა. ყაბზობა, რა თქმა უნდა, ვისაც ეს არ გამოუწია. რა თქმა უნდა. ნუ ყაბზობის არსებობს ორგანული და არაორგანული მიზეზები. ორგანული მიზეზები სერიოზული რამ არის და მას სერიოზული კვლევა და სერიოზული მკურნალობა ჭირდება. ნუ თქვა ავიღოთ ისეთი დაავადება, როგორც არის ჰირშსპრუნგის დაავადება, ეს თანდაყოლი ნაზლავის, სხული ნაზლავის თანდაყოლი პათოლოგია, როდესაც არის ინერვაციული ზონის არარსებობა ნაზლავში და შესაბამისად არ ვრცელდება პერისტალტიკური ტალღა და აქედან გამომდინარეა, ეს არის წმინდა წელს ქირურგიული პრობლემა. თუმცა ეს ძალიან იშვიათია. არის, მაგრამ იშვიათია. ნუ ახლა მექანიკურადაც სიმსივნურმა პროცესებმა შეიძლება. რა თქმა უნდა, ეგ თავისთავად ესეც იშვიათია. ეგეც იშვიათია. გარდა ამისა თქვა არასწორი კვება, მუდმივად შალ საკვებზე ყოფნა, სითხის ცოტა სითხის მიღება, ეგეც შეიძლება იყოს მიზეზი ყაბზობის, მაგრამ ძირითადად რა ჩემთან ყაბზობით, ჩემთანაც და სხვა ექიმებთანაც ყაბზობის ძირითადი მიზეზი მე ჩემი დაკვირვებით არის პამპერზე გვიან გადაჭრობა. ო კი, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ეს. იმიტომ რომ ეს დეფეკაციის აქტი გარკვეულ ასაკამდე არის რეფლექტორული, ანუ ორი ნაზრავის ამბულატორული ნაწილი გაივსება გადავლით და რეფლექტორულად ხდება დეფეკაციის აქტი. მაგრამ გარკვეულ ასაკში თქვათ, ზოგს 7-8 თვით და ზოგს 1 წლიდან უკვე ეს გაცნობიერებული აქტია და იმისას რომ ეს დეფეკაციის აქტი განხორციელდეს, ბავშვი უნდა გაიჭიტოს. და როცა პანდაში არის ბავშვი დიდხანს, მაგრამ პრაქტიკულად გაჭიტვა არ იცის. ამიტომ მე სულ ვემურე მშობლებს, რომ რაღაც სასურველია 5, 6, 7 თვეს ასაკიდან მიაჩვენ ბავშვი გადაყენებას. ანუ გადაყენებით კეთებას. ხო და როდესაც ბავშვი ერთ დღეს გამოტოვებს და არ გავა კუჩში. მეორე დღეს ეს განმავლი უფრო მაგრდება. ორ დღეს გამოტოვებს, მესამე დღეს უფრო მაგრდება. და რაც უფრო მაგარია ეს განმავლობა, მითუმეტ ძალიან გამოსადონია, პროცესი მტკივნეულია. ბავშვი ეტკინა კუჩში გასვლას და აბახსა და პროცესი მტკივნეულია და თავისი მოგლე ჭუით თავს იკავებს. ანუ არ უშავს გადავრს, თუ არ ეტკინოს. და იმდენს ის ვერ ხვდება, რომ ეს მისთვის მავნებელია. აი მაგდროსა გამოიჩინოს, რომ ჩვეულებრივ ძალისხმევა და დაარწმუნოს, დაამშვიდოს ბავშვი არ ეტკინება. თქვათ სტადოს რო ყოველი ჭამის შემდეგ გადააყენოს ბავშვი და შიში დააძლევინოს. უმრავლეს შემთხვევაში ყაბზობის მიზეზი, თუმცა არა ყოველთვის, მაგრამ ძალიან ხშირად არის ტკივილი შიში. კი. რა მარტივი რაღაცა მოყევით ახლა და ნამდვილად ასეა რა და მე მშობლები მადლობელები არიან, როცა აუგსტი ხოლე ამას და ეს პრობლემა როცა გვარდება.
თუმცა რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ არის და ორგანული მიზეზებიც არსებობს იგივე თქვა ენდოკრინული და თუ 1000 წინამის გამო შეიძლება იყოს ასავსება. ყველაზე მარტივი მიზეზი ეს არის. კი, ყველაზე ხშირი შეიძლება ითქვას. ყაბზობასთან დაკავშირებით კიდევ რა მახსენდება, იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკების რაციონალური ხარჯვა არის ერთი გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი არარაციონალურმა მოხმარებმა ჩვენი ამ ბავშვის მიკრობიოტა შეიძლება სრულად დააზიანოს. როგორც ბავშვის ისევე დიდის, რა თქმა უნდა. როგორც ბავშვის ისევე დიდის და ხო ანუ ეს გასაგები რომ გახდეს მაყურებლისთვის ჩვენი მეგობარი ბაქტერიები მოკლას და ამიტომ ხო აი ბავშვებში მაინც ძალიან ხშირად უყარდათ ხოლმე და ეხლა არ ვიცი როგორი სიტუაცია ეს არარაციონალურად დანიშნა ნებისმიერ ხო ნუ ეგ ეხლა ისეთი ხშირი არ არის თუმცა არის კი და ამანაც შესაძლებელია რომ კუჩნაცლავის ტრაქტის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ყაბზობის სახით ასევე ხშირი დიარეის სახითაც კი რა თქმა უნდა ამიტომ მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ვინც არიან დღეს ჩართული თქვათ აი სატრენინგო პროცესში ხშირად ტარდება ეს ტრენინგები და ანუ ქსელში მომუშავე პედიატრებს ყოველთვის უხსნიან თქვათ რატო არ უნდა დაინიშნოს ხშირად ანტიბიოტიკები და მათაც იციან კარგად მაგრამ ნუ არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები უფრო მაინც წერებს მშობლების მოთხოვნაც არის ხოლმე ხანდახან იცი ხო მაგრამ მშობლების მოთხოვნის მიხედვით ანტიბიოტიკის დანიშნა რა თქმა უნდა არ შეიძლება თორსა კი რა თქმა უნდა რატო არ უნიშნავთ ანტიბიოტიკს მე ვფიქრობ რომ ამ პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს ისე რომ სოფლიო ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ხო ანტიბიოტიკს ეს რეცეპტის გარეშე არა რა თქმა უნდა და ანტიბიოტიკო რეზისტენტობა ეს ის საშიშროებაა რომელიც შეიძლება მთელ მოსახლეობას დაგვიდგეს ხო და ბანალურმა ინფექციებმა დაგხოცონ ბაქტერიულმა ინფექციებს საუბრობ ამიტომ ხო ეს მე ვფიქრობ რეცეპტი უნდა მოხდეს და ყველა ანტიბიოტიკის რეცეპტი ხო ალბათ არ იქნებოდა ცუდი და ნუ პლუს თუ ჩაგდების ამაღლება მშობლებისაც მე მშობლებს ყოველთვის ვეუბნები რო თქვა როცა პედიატრი გინისავს ანტიბიოტიკს ყოველთვის კითხეთ რატომ მინიშნავ თქვა თბილების ანთება აქვს ყურის ანთება აქვს ჭირკოვანი ანგინაა ნაწლავი ინფექციაა ბაქტერიული კი მაშინ გამართლებულია თუ არა აი ხშირად მეუბნებიან მშობლები და ვირუსი გადაიტანა და ანტიბიოტიკი რომ მიოწეთ იმის მერე დაიწყო მოზრდილი არა ქალბატონო არ დაგინიშნავდათ ეკემე ვირუსის გამო ანტიბიოტიკს ვეუბნები იმიტომ რომ ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ხო მაგრამ რეალობასაც გავუსწოროთ თვალი ნიშნავენ ხოლმე კი ხო ნიშნავენ ხოლმე რომ ანუ პრევენცია და ამას პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკის დანიშნა რა თქმა უნდა არ არის გამოსული არანაირად ხო კიდევ მეორე გასტროენტეროლოგიური დაავადება ეს არის კუჭის ყულოვანი დაავადება და რამდენად ხშირად ხდება ხოლმე კუჭის ყულოვანი ან 12 გოჯა ნაწლავის ყულოვანი დაავადება ბავშვებში და სპონტანურად განვითარებული წყლული თუ შეხვედრიათ ბავშვებში რომლებიც მაგალითად ხანგრძლივად რაღაცა ტიპის ჰორმონალურ მკურნალობაზე იმყოფებოდნენ ან ბევრი ისეთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები არის ეგეთი შემთხვევები ხონია ეგეთი შემთხვევები როდესაც სტაციონარში შემოდის პაციენტი თქვათ სისხლიანი ღებინებით ავის ვერი მასების ღებინებით კეთება გასასვლელია გიდება წრული და მე ირკვევა რომ თქვათ სტაციონარში შემოსვლამდე რამდენი ხნით ადრე მაღალი დოზით მიიღო თქვათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები როგორც ნუროფენი იბუპროფენი ასე შემდეგ თუმცა ახლა ზოგადად არც ერთი ექიმი ეგეთ დოზებით აღნიშნავენ მაგრამ მშობლები თავისი ინიციატივით აკეთებენ ამას ხშირად განსაკუთრებით თუ ჰექტიური ტემპერატურის დროს ვერ ხდება ხოლმე ხშირად აძლევენ ხო თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ნებისმიერი მიღება მაგტების პრეპარატის წყულს აჩენს მაგრამ როცა ორგანიზმი მიდრეკილება წყულის გაჩენის სკენ თქვათ იქ ჰელიკობაქტერია ორგანიზმში სიტუაციაზე მაღალუჟავი ანობაქთან დაყოლი ეგ ხელს უსწრებს რასაკვირველია ამიტომ მაგას რა თქმა უნდა სერიოზულად მიქცევა უნდა და მაგტების პრეპარატი საერთოდ ჯობია რომ ექიმის გარეშე არ დაიელიოს ხო სისხლი საკმაოდ სერიოზული გაქრობა შეიძლება ვაფრთხილებ ხოლმე მშობლებს რომ არაჭამონ ბავშვებს ასპირინზე დამზადებული საწებელი იმიტომ რომ ასპირინის დაახლოებით ისევე მავნაზე მოქმედება აქვს ასპირინსაც როგორც აი ამ ნუროფენს და ბიზგვას პრეპარატებს ხო ისე ყრიდნენ ხოლმე რომ არ გაფუჭებულიყო კი ბევრი აკეთებს ახლა მაგას და ყოველთვის ვაფრთხილებ მშობლებს ნუ აკეთებთ მაგას რა კარგად უნდა მოდუხდეს შეინახოს გრილად-გილას და არ გაფუჭდება ხო საშინელება კიდევ რა მინდოდა მეკითხა იცი თქვენთვის
თქვენ ახლა აღარ აკეთებთ ხო გასტროსკოპიას და კოლონოსკოპიას? არა, კოლონოსკოპიას არც არასოდეს არ ვაკეთებდი. იმიტომ რომ როცა მე დავიწყე გასტროსკოპიას, მაშინ კოლონოსკოპია არ გქონდა საერთოდ. და მე ამასობაში ჩემი მეგობარი, რომელსაც მე გასტროსკოპია ვასწავლე, მან აითვისა კოლონოსკოპია და წარმატებით აკეთებს ახლა ორივეს, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. დათო კაპარაძე მაქვს ლაპარაკი. და სხვა კლინიკებში ძალიან კაი სპეციალისტები არიან. და მე დავიწყე პრინციპში საქართველოში მე დავიწყე პირველად გასტროსკოპია, თუმცა მანამდე რამდენიმე გასტროსკოპია ქონდა გაკეთებული ბავშვებს და სანდრო ჭანიშვილს, რომელიც ჩემი მასწავლებელია, მან მასწავლა გასტროსკოპია 80-იან წლებში და მე უკვე მოსკოვში წავედი და იქ თქვა სამუშაო ადგილი მე ასპირანტურას შემდეგ. რას ეხებოდა თქვენი ასპირანტურის თემა? გასტროდუოდენიტებს, თუმცა სამწუხაროდ ვერ დავასრულე, დისერტაცია ვერ დავიცავი, ეს დაემთხვა 90-იანი წლების დასაწყისს, ვეღარ წავედი მოსკოვში, თუმცა ყველაფერი უკვე და მინიმუმებით კი ჯაბარები მქონდა, ყველაფერი დასრულებული, მასალაც არა, აპრობაცია ვერ იქუდა გამოლა. მოსკოვში ვეღარ წავედი, მოკლედ ამ თელინიკი ბიზნესების გამო თან ამასობაში განყოფილების გამიზას გავხდი და მეთქი რაღაცა მინდა თქო და დავანებე თავი და ასე ვთქვა. ეს კეთილი. ხო, აი, თქვენ ახლა ჰელიკობაქტერია პილორისი ახსენეთ. დიახ. საკმაოდ რთულად სამკურნალო ბაქტერია ეს, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ამ ბაქტერიის რეზისტენტული შტამებით შეხვდეს. შეხვდეს კი არა, ხდება. უკვე. და კომბინირებული კურნალობა ჭირდება, ხო? მან სხვადასხვა, აი, რამდენად კარგად იტანენ ბავშვები ამ ჰელიკობაქტერია პილორისის კურნალობას, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კურნალობის ჩატარება და მეორე მომენტია კიდევ დეტექცია, დიაგნოსტიკაც საკმაოდ რთული აქვს ამ ბაქტერიას. იცით არ არის მაინამაში რთული, იმიტომ რომ შეიძლება რამდენიმე სრულ ნეგატივი შეიძლება ბევრჯერ ამოვიდეს. კი, მაგრამ თქვა აი ჰელიკობაქტერიის სუნთქვითი ტესტი არსებობს, რომელიც ბოლო წლებში დაინერგა და საკმაოდ ისეთი მომზადება ჭირდება ამ ტესტს. კი, მაგას ჭირდება წინასწარ სპეციალური მომზადება, თქვა გარკვეული ხანი ანტიბიოტიკები არ უნდა კონდეს მიღებული, არასტეროიდები. ხო, ეს წინა დღეებში. ხო, პიროვნება შესაძლებელი. მაგრამ საკმაოდ ისეთი სენსიტიური ტესტია და მნიშვნელოვანი. თანაც რაოდენობრივია, თქვა და მაგის მიხედვით საზოგადოებრივ ხონდა რამდენად აუცილებელია ანტიბიოტიკი. და რაც შეეხება თვითონ ამ ერადიკაციას ამ ჰელიკობაქტერიის, ну დაახლოებით შეიძლება ითქვას 80%-ში ერადიკაცია ხდება, თუმცა კი ისიც უნდა აღინიშნოს, ეს ვერ არის წითელი როასაც მოიხდით აღარ დაგემართება. ეს გავრცელებული ბაქტერია საკმაოდ ფართოდ, ოჯახური შემთხვევების ბევრია. ასე რომ მითი დაინფიცირება განმეორებითი. თავისუფლად შეიძლება რა თქმა უნდა, ხო, ამიტომ ვაფრთხილებთ ყოველთვის თქვათ მშობლებს, რომ რა არის მისი პრევენცია, სიჟუთავე, ხელების ბანა, საკუთარი წყალში საკუთარი ფისახუცი და ოჯახის წევრებიც თუ კი აქვს ბავშვს ჰელიკობაქტერია და ჯობია ოჯახის წევრებიც გამოიყურიონ. და არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი კუნალობა და მაინც არის ეს ჰელიკობაქტერია ისევ. თუმცა თქვათ კლინიკურ გამოჯებასებას თუ ვღებულობთ ხოლმე, 10 დინამიკაში ვაგვირდებით, იმიტომ რომ ამ ანტიბიოტიკების ხშირი მიღება არ არის შესაძლებელი, მithumetas კურსი ორკვირიანია, ორი ანტიბიოტიკით. მათ შეიძლება საკვირდითი ეფექტები საკმაოდ ძიმეა. რა თქმა უნდა, თავისი თქვათ იგივე ალერგიით დაწყებული და გულისევი შეგრძნები და ღებინები და დიარეი და ასე შემდეგ. და არ არის ხშირი, მაგრამ არის ეგეთ შემთხვევაში იძულებული ვართ, მაგრამ შევწყვიტოთ, ხო. არის მე არის ხოლმე მეორე რიგის პრეპარატების, მაგრამ არც ისენია თქვათ, აი ამის დიდად სასურველი. ასე რომ ესეთი თემაა რა, სულ ველოდებით გასტროლოგიაში იქნება ჰელიკობაქტერია პილორისის მკურნალობას თუ დეტექცია მოხდა ბავშვში. როგორც კი ვადგეთ მაშინვე. აი 4 წლის ბავშვშიც? კი, თუ კლინიკურად თუ ასულინდება, იზოლობრივად დავიწყოთ რა თქმა უნდა. კი, მithumetas თუ წყლული დაუდგინდა 4 წლის ბავშვს. აუცილებლად. თუმცა იშვიათია ეგ. ბევრი ბავშვი ყავთ ნანახი, ძალიან ბევრი ბავშვი აქვს თქვენს ხელში გაავლილი. დიახ. ყველა ბავშვია? თუ განსხვავებული ბავშვები გინახავთ? განსხვავებული ბავშვებსაც აგვინახავს რა თქმა უნდა. აი მაგალითად. ნუ რა ვიცი, ახლა როგორ გითხრათ, რას გულისხმობთ, აი მაგ შეკითხვაში რას დებთ? აი ბავშვი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდეთ. ხო, ნუ ეგეთი ბავშვები არიან რა თქმა უნდა, რომლებიც აი თქვათ გამოირჩევიან ძალიან სერიოზული დამოკიდებულებით თავისი სიმპტომების მიმართ. არიან ბავშვები, რომელსაც ხმას ვერ ემოღებინებთ და არიან ბავშვები ისე აგიხსნიან თავისუფლად მშობელზე უკეთესად. და მე ამლებს უნიშნავ, თქვათ ჩაძიება, ამას რატომ მინიშნავ, რა გვერდითი მოქმედება შეიძლება ქონდეს, რამდენ ხანში იმოქმედებს. ნუ სხვადასხვანაირი ბავშვები არიან რა თქმა უნდა რა, მაგრამ ყველა გიყვართ თქვენ?
იცით რა თქმა უნდა ბავშვი ყველა გიყვარს, მაგრამ არის ბავშვები, რომლებიც თავისი ქცევით და ხასიათით უფრო გამახსოვრებენ თავს და უფრო გაყვარებენ თავს, მაგრამ სულ გიყვარს რა თქმა უნდა ყველა, რაც უნდა თქვათ აგრესიულად მოიქცეს და არ გაგასიჯოს და ბავშვია, თავის ხასიათი აქვს, გამოსtildeება აქვს ექიმთან ცუდი ურთიერთობის, ნებსები უკეთეს, ვენაში უჩხიკინეს, რაღაცები აღალაპეს. აშინეს ექიმი მოვა ეხა ნებს გაგიკეთებს. შოულების დაახლოებით 20% ამას ეუბნება ბავშვს. აშინებს ექიმით. რა თქმა იქეს თორე ნებს მეუბნებით ამას მეუბნები რა, მე აღარ თავს აღარ გასიჯებს, ეგიდან აღარ მოყვება. პირიქით უნდა მოიქცა ექიმი, უნდა ეცადო რომ შეეყვარო ბავშვს. თუმცა რა თქმა უნდა არ არის ეგ მარტივი საქმე. არავის არ გიყვარს ექიმეთთან სიარული. ხო, არავის არ გიყვარს. შობელთან გიჩხუბია პაციენტ ბავშვის შობელთან, არა ბავშვის თანდასწრებით, არამედ რაღაც ისე ძალიან ცუდად უქნია. არა, მე თვითონ ჩემი ინიციატივით აქ არ მიჩხუბია, მაგრამ ყოფილი შობელებსაც უჩხუბიათ. ზოგს მეტნაკლებად ობიექტური მიზეზით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ობიექტურია ყოველთვის და არასწორი. მაგრამ რა თქმა უნდა ვთქვით რომ არ შევიდეთ ამ შობელთან კონფლიქტში და მაქსიმალურად ვთქვით რომ გავაცნადო, დავამშვიდოთ, ასე შემდეგ. ფიზიკური შეხება რა ვიცი ახლა. ასაკის მატებასთან ერთად როგორც კლინიცისტის თქვენი პაციენტების რაოდენობა კლებულობს? არა, ვერ ვიტყოდი. ჯერჯერობით არა. შეიძლება ითქვას რომ წიგნი ამზადა ცოტა მოდულობს კიდევ ჯერჯერობით. ხო, ძალიან კარგია ეგ. ჯერჯერობით ხო. და ბოლოს მინდა გკითხოთ იაშულში ახლა ძალიან ბევრი ახალი ექიმი შემოვა, ხო? მე ხა ზოგი რეზიდენტურას დაამთავრებს, დაიწყებს მუშაობას, გახდებიან თქვენი კოლეგები, ხო? რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც იაშვილის ხურბლს გადააბიჯებენ როგორც მომავალი ექიმები, რომ ისინი შედიან სად? ხო, ისინი შედიან დიდ კლინიკაში, დიდი გამოსtildeების და დიდი ტრადიციების და ისტორიის მქონე კლინიკაში და ვეცდები რომ მაქსიმალურად დროზე იგრძნონ თავი იმ კორპორაციის ამხანაგობის სამეგობროს წევრებად, სადაც იწყებენ მუშაობას, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი. და დანარჩენი რა თქმა უნდა განვითარებასაც აუცილებლად. თუმცა თანამედროვე ახალგაზრდებს ეგ არაკლიათ, ვინც იწყებს ექიმად მუშაობას და განსაკუთრებას იღებს, ისინი უმრავლესობა განვითარებასაც უნდავს. მადლობა ბატონ დავით, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მე ვფიქრობ, რომ იაშვილთან დაკავშირებით ალბათ იქნება რაღაც წიგნი, მაგრამ თვითონ ამ საავადმყოფოს აპკლინიკის განვითარებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს წარსული, რა წარსულითაც ეს ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მოდის, უნდა იყოს რაღაცნაირად დოკუმენტირებული, უნდა იყოს ეს ყველაფერი რაღაცნაირად აღწერილი. კი, არ იქნებოდა ეგ ცუდი რა თქმა უნდა. ხომ არ გიფიქრიათ ამაზე, რომ იაშვილის ისტორია სხვა თანაავტორებთან ერთად რომ გააკეთოთ, მოგონებები ბატონ მურმანთან დაკავშირებით, რომელიც თქვით რომ იმ პერიოდში დროს უსწრებდა, ხომ ის 90-იანი წლები მართლა ძალიან მძიმე იყო და საინტერესო იყო და ის განვითარება რაც ამ კლინიკამ განიცადა, ხო, იმიტომ რომ მედიცინა ის მეცნიერების ის დარგია, რომელიც აი რაღაც უსწრაფესად ვითარდება და საიდან სათამდე მოვიდა დღეს, ხო და ეს მე ვფიქრობ კარგი იდეა იქნება და რაღაც ერთ წიგნზე თამუნას დაველაპარაკოთ ვახტანგ გაძეს და თავისთავად ხო არ არის სუდი იდეა, თუმცა ეგ მაინც უნდა გააკეთოს იმან, ვისაც ეგ ასე ვთქვათ გამოსდის. ეხერხება, ხო. მაგრამ აი მოგონებების ჩაწერა რაღაცები ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება რა თქმა უნდა, კი და მე ეს ასე ვთქვათ შეიკრიბოს, კი, შეიძლება მაგის გაკეთება. იმიტომ რომ ეს არის ხო მეხსიერება ეს და ეს მეხსიერება არ უნდა დაიკარგოს. რა თქმა უნდა, კი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ვფიქრობ და ხო იაშვილი ძალიან მიყვარს. კი, მე ძალიან მიყვარს და აი მაინც დავამატებდი რომ თქვა ეხლა ვინც დგას ამ კლინიკის სათავეში, თავი ექიმი, დირექტორი, სტაფი, ყველა მე ვთვლი რომ ძალიან მომდევნულები არიან კლინიკის განვითარებაზე, ნამდვილად ეგრეა, კი. განსაკუთრებით ვანიკო ჩაიძაძე ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან განათლებული ექიმი, განვითარებაზე ორიენტირებული მუდამ და საოცრად კარგი საკომუნიკაციო ადამიანი და სანამ ვიყავი განყოფილების გამგე მანამდე და ეხლაც მუდმივად ვწდო ვთქვათ, რომ
მუდამ ზათარიო დაგეხმაროს და აკეთოს ის, რაც ძალიან კარგად ეხერხება. და ძალიან კარგად ეხერხება თან ახალგაზრდებთან ურთიერთობა და საკმაოდ ბევრი კარგი ეგები გაზარდა უკვე მან. ეს რო არ დავემატებინა, ნამდვილად არ ვიქნებოდი სწორი. ნამდვილად ასეა. მოკითხვა ბატონ ვანო ჩხაიძესაც. აუცილებლად. მადლობა რომ იყავით ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი დავით მახათაძე. უსმენდით იაშვილის ისტორიასთან დაკავშირებით. პოდკასტი ექიმი მიკროფონთან ერთი კვირით გემშვიდობებად. კიდევ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და მოიწონოთ. ეს ძალიან მარტივია. და ჩვენ ახალ-ახალი თემებით ყოველ პარასკევს საღამოს დაგიბრუნდებით ხოლმე დროებით.